ოდესმე გიგრძნიათ, რომ საქმეობის სია უსასრულოდ იზრდება და უბრალოდ არ იცით საიდან დაიწყოთ. თუ კი, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. დღეს ჩვენ პროკრასტინაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს განვიხილავთ, რომელიც ბრაიან ტრეისისგან მოდის. მეთოდი, რომელიც ერთი შეხედვით უცნაურად ჟღერს, მაგრამ დამეჯერეთ, წარმოუდგენელად ძლიერია. მოდით, ვაღიაროთ, ეს შეგრძნება ყველასთვის ნაცნობია, ხომ? როცა უყურებ ამ უსასრულო სიას და უბრალოდ პარალიზებული ხარ. არ იცი, რომელი ამოცანა ამოარჩიო. ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ თავარი ისაა, რომ გამოსავალი არსებობს და ის გაცილებით მარტივია, ვიდრე გგონიათ. ხო და ყველაფერი მარკ ტვენის ამ გენიალური, ცოტა არ იყოს სასაცილო ფრაზით იწყება. ეს არ არის უბრალოდ ხუმრობა, ეს არის პროდუქტიულობის ოქროს წესი, რომელიც ძალიან კარგად დასამახსოვრებელ მეტაფორაშია შეფუთული. მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს ბაყაყი? აი, ეს არის მთელი კონცეფციის გული. თქვენი ბაყაყი არის ის ყველაზე რთული, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის დაწყებაც ყველაზე მეტად გეზარებათ. აი, სულ უკან როწევთ. და იცით რა? სწორედ ამ საქმის შესრულებას მოაქვს უდიდესი შვება, კმაყოფილება და რაც მთავარია, ყველაზე დიდი შედეგი. კარგი, სანამ ჩვენს მთავარ კერძს, ანუ ბაყაყს შევექცევით, ჯერ სუფრა უნდა გავშალოთ. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ხაოსურად მოქმედების ნაცვლად აუცილებელია სიცხადე შევიტანოთ და სტრატეგიულად დავგეგმოთ ყველაფერი. აი ეს ერთი წინადადება აუცილებლად დაიმახსოვრეთ. სანამ მიზანი მხოლოდ თქვენს თავში ტრიალებს, ის რაღაც ბუნდოვანი და აბსტრაქტულია. მაგრამ როგორც კი მას ფურცელზე გადაიტანთ, ის თითქოს ცოცხლდება, ხელშესახები ხდება. ეს არის პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სურვილიდან მოქმედებისკენ. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. დილით რომ 10-12 წუთი დაუთმოთ თქვენი დღის დაგეგმვას, ეს დღის ბოლოს თითქმის 2 საათს გამოგითავისუფლებთ. წარმოუდგენელი შედეგია, არა? ამიტომ ჩვევად გაიხადეთ ყოველდღიური, ყოველკვირეული და თუნდაც ყოველთვიური სიების შედგენა. ძალიან კარგი. დავუშვათ, გვაქვს კარგად დაწერილი სია. ახლა დგება მთავარი კითხვა. ამდენ საქმეს შორის, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი? როგორ მივხვდეთ, რომელია ჩვენი ნამდვილი ბაყაყი? აი ეს რიცხვი 20% არის გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ, რომ იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და არა უბრალოდ უფრო მეტი. ეს გახლავთ ცნობილი პარეტოს პრინციპი, ანუ 20-20-ის წესი. იდეა ძალიან მარტივია. თქვენი ქმედებების დაახლოებით 20% გაძლევთ შედეგების 80%-ს. თქვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ზუსტად ეს 20% განსაზღვროთ, ანუ თქვენი ნამდვილი ბაყაყები და მთელი ფოკუსი სწორედ მათზე მიმართოთ. და აი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. ABCDE მეთოდი არის უმარტივესი, მაგრამ გენიალური სისტემა, რომლის გამოყენებასაც დღესვე დაიწყებთ. ის გეხმარებათ, რომ საქმეები დაალაგოთ მნიშვნელობის მიხედვით და ერთხელ და სამუდამოდ დაინახოთ, რა იმსახურებს თქვენს დროს და რა არა. როგორც ხედავთ, A კატეგორიის ამოცანები თქვენი ნამდვილი დიდი ბაყაყებია. და აქ არის უმთავრესი ოქროს წესი. არასდროს დაიწყოთ B ამოცანა, სანამ ერთი A მაინც გაქვთ შესასრულებელი. მარტო ამ ერთი წესის დაცვა შეუძლია თქვენი პროდუქტიულობა კოსმოსურ სიმაღლეზე აიყვანოს. მაშასე, ჩვენი ბაყაყი არჩეულია. ის ზის ჩვენ წინ და გვიყურებს. მაგრამ რა ვქნოთ თუ ის ძალიან დიდი, გიგანტური და ცოტა დამაშინებელი ჩანს? როგორ უნდა დავიწყოთ მისი შეჭმა ისე, რომ შიშმა არ დაგვძლიოს? სანამ დავიწყეთ ერთი წამით დაფიქრდით. გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს. რა არის ის მთავარი დაბრკოლება? მთავარი ბარიერი, რომელიც თქვენსა და თქვენი უმნიშვნელოვანესი მიზნის შესრულებას შორის დგას. და აი პასუხიც, რომელიც შეიძლება გაგაკვირვოთ. შემთხვევების 80%-ში თავარი შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენშია. ეს შეიძლება იყოს რაიმე უნარის ნაკლებობა, შიში, გაურკვევლობა ან თვითდისციპლინა. და იცით რა, ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გამოსავლის გასაღები ჩვენს ხელშია. დიდი ამოცანის წინაშე არასდროს დანებდეთ. უბრალოდ გამოიყენეთ ეს ორი მარტივი მეთოდი. ან დაყავით ის პატარა ლოგიკურ ნაბიჯებად, სალამის ნაჭრებივით, ან უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს, რომ მხოლოდ 5-10 წუთს დაუთმობთ. მთავარია, როგორმე დაიწყოთ. პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია. საუკეთესო ინსტრუმენტები და ტექნიკებიც კი უსარგებლოა სწორი მიდგომის გარეშე. გრძელვადიანი წარმატებისთვის საჭიროა საწვავი. ამ საწვავს კი დისციპლინა და სწორი აზროვნება ქვია. დღევანდელ ქაოსურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ჩვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, ერთ საქმეზე სრული კონცენტრაცია ნამდვილი სუპერძალა გახდა. აირჩიეთ თქვენი ბაყაყი და მიეცით პირობას საკუთარ თავს, რომ სხვა რამეზე არ გადაერთვებით, სანამ ის ბოლომდე შესრულებული არ იქნება. ეს რიცხვი შეიძლება შოკის მომგვრელად ჟღერდეს, მაგრამ ის ნაცვლად გვიჩვენებს, თუ რა ძვირად გვიჩდება ყურადღების მუდმივი გაფანტვა და ერთი საქმისგან მეორეზე ხტუნვა. ხვდებით, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმეს წყვეთ, რომ იმეილს უპასუხოთ ან სოციალური ქსელი შეამოწმოთ, თქვენ კარგავთ არა წამებს, არამედ ძვირფას წუთებს, რადგან ტვინს დრო სჭირდება, რომ კონცენტრაცია სრულად აღიდგინოს. ასე რომ, მთავარი იარაღი ფოკუსირებაა.
მოდით, ახლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ და ერთ მარტივ დასამახსოვრებელ ფორმულად ვაქციოთ. როგორ ვაქციოთ ეს ცოდნა ჩვევად, რომელიც ყოველდღე იმუშავებს ჩვენთვის. და აი ის სამი საყრდენი, რომელზეც მთელი ეს სისტემა დგას. ყველაფერი იწყება მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ საქმეებს ბოლომდე მიიყვანთ. ამას ამყარებთ დისციპლინით, ანუ ყოველდღიური ვარჯიშით. და ბოლოს ამოქმედებთ მიზან დასახულობას, რომ არ დანებდეთ, სანამ საქმე არ დასრულდება. ეს არის წარმატების უნივერსალური ფორმულა. და ბოლოს ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა. გთხოვთ დაფიქრდით ახლავე, რა არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე რთული და ყველაზე დიდი შედეგის მომტანი ამოცანა. განსაზღვრეთ ის დღესვე და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი დღე სწორედ მისი შეჭმით დაიწყოთ.